გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო მინისტრმა არც თუ მივიწყებული ძველი ამბავი გაიხსენა და პანკისი ტერორისტების ბუდეთში ერაცხა. სერგეი ლავროვის თქმით, პანკისის ხეობაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა საწვრთნელი ბაზებია, რაც სახიფათოა. ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით საქართველოში ინტერვენციას პუტინი ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში ცდილობდა. 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთის ხელისუფლება შევარდნაძის მთავრობას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა და ამ საბაბით საქართველოში ჯარის შემოყვანა სურდა. 2002 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებს საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით 60 ჩეჩენი მებრძოლი დაესხა თავს, რუსეთმა პანკისი დაბომბა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, 7 დაიჭრა. პარალელურად პუტინმა თავდაცვის უშიშროებისა და სასაზღვრო უწყებებს ინტერვენციის გეგმის მომზადება დაავალა, ხოლო პრეზიდენტ ბუშს გაეროს უშიშროების საბჭოს და EUTHO-ს წევრებს წერილი მიწერა და გაეროს ქარტით მინიჭებული თავდაცვის უფლების გამოყენებით დაემუქრა. მაშინ რუსული ინტერვენციისგან შეერთებული შტატების გააქტიურებამ გადაგვარჩინა. ვაშინგტონმა საქართველოში ანტიტერორისტული დანაყოფის წვრთნა დაიწყო და ამ ნაბიჯით რუსეთს გააგებინა, რომ ამერიკა იზრუნებდა საქართველოში ტერორიზმის საფრთხის განეიტრალებაზე. ამ თვალსაზრისით ერთგვარი დეჟავიუ იყო ამერიკის ელჩის 3 დღის წინანდელი ვიზიტი პანკისის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად და მისი განცხადება, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომ პანკისში ტერორისტული ბაზები არ არსებობს. თუმცა საგულისხმოა, რომ როგორც შევარდნაძის, ისე ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი განცხადებების საბაბს ისევ საქართველოს ხელისუფლება აძლევდა. 2002 წელს საქართველო მართლაც ვერ ახერხებდა ჩეჩნეთთან სასაზღვრო მონაკვეთზე ეფექტური კონტროლის დამყარებას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, აქ ახმედ ჩატაევის შემთხვევაც კმარა. მოგეხსენებათ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სასამართლო დარბაზიდან პროკურატურის მოთხოვნით გათავისუფლდა. საიდანაც ის სირიაში წავიდა და ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში, ხოლო მოგვიანებით შეერთებული შტატების გლობალური ტერორისტების სიაშიც ამოყო თავი. რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში ახლა, რას უკავშირდება ლავროვის განცხადება და რა კეთდება იმისთვის, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საფარქვეშ რუსეთმა საქართველოში გავლენის გაფართოება არ სცადოს. ამ თემას განვიხილავთ დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში. ჰაგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო რუსეთს საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგენ და ჯოხი მხოლოდ ოს სეპარატისტებზე არ გადატყდეს. ეს იქნება თეორემას მეორე ნაწილის თემა, მაგრამ მე ახლა თეორემას პირველი ნაწილის სტუმრებს წარმოგიდგენთ. შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, რამე ახალი სტატუსი, როდის უნდა შეიძინოთ ბატონო შოთა? 3 წელია ერთი და იგივეს მიმეორებ. სოფო შამანიდი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი და გელა მთიულიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. გამარჯობა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ თეორემაში სტუმრად ხართ. დავიწყებ სოფო თქვენგან, იმიტომ რომ უახლესი ამბის შემქმნელი თქვენ ბრძანდებით პანკისის მიმართულებით. რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა პანკისში წასვლა, რითი იყო ეს განპირობებული? ზოგადად რომ აღწეროთ თქვენი ვიზიტის მიზნები და გაგვიზიაროთ შტაბ-ჭრილებებით. მოგესალმებით, მე მაინტერესებს პანკისში თუ აქვს შესაძლებლობა რომ ჩვენ გვეყურონ. კი, აქვს საკაბელოები გადაგქნით. წესით უნდა გქონდეთ ხოლმე შემთხვევაში საკაბელოებს ვცელდებით. მას ასე პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმებოდა პანკისში უკვე რამდენიმე ხანია, იმიტომ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ინიციატივით ჩვენ ვახორციელებთ უკვე და ვაპირებთ რომ მომავალში წელსაც გავახორციელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩემი აზრით პანკისში. ამიტომ ეს ვიზიტი რასაკვირველია იგეგმებოდა უფრო ადრე. ზუსტი მიზეზი ამ ვიზიტისა ის იყო, რომ პრეზიდენტი მოიწვიეს თბილისში მყოფმა პანკისელმა ახალგაზრდებმა, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად და მაშინ მათ სწორედ დაპატიჟეს პრეზიდენტი პანკისში. სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი, ამას დაემთხვა ის, რომ ლავროვმა გააკეთა. ანუ ზუსტად დამთხევა იყო ამ კავშირით. ლავროვმა გააკეთა ეს განცხადება, ახლა ბუნებრივია ჩვენ პრეზიდენტი თავის აჯენდას ვერ შესრულეს იმის მიხედვით, რას ამბობს ლავროვი, რას არ ამბობს. შესაბამისად ჩვენ წავედით პანკისში. ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი გაცნობა იმ პრობლემებთან, რაც პრინციპში პრეზიდენტისთვის უკვე ცნობილი იყო, იმიტომ რომ ის ინფორმირებულია რა ხდება პანკისში და მეორე მხრივ ერთგვარი ანონსი
იმ პროექტებისა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ამ რეგიონში. კი ბატონო, თავისთავად რას უკავშირებთ ბატონ მამუკა თქვენგან დავიწყებ ლავროვის განცხადებას. რატომ გააკეთა ლავროვმა მსგავსი განცხადება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გადაჭრით ამტკიცებს, რომ ამერიკის ხელისუფლებასთან ერთად რომ არანაირი ტერორისტული ბაზა არ არსებობს საქართველოში. მით უმეტეს აი ამ დალაგებული ურთიერთობის პირობებში. ხო, მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. მე მაინც მგონია, რომ ეს ნათქვამი საერთო ნათქვამის კონტექსტში, საერთო პრესკონფერენციის ნათქვამის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მან საქართველოს მიმართ ესეთი გარკვეული რევერანსები წარმოადგინა იმ დღეს, რევერანსებით მიმართა ქართულ ხალხს, სხვა ბევრი ცილაპარაკა იქ უფრო თბილი და როგორც ჩანს, აქ მუშაობს პრინციპი კნუტეპრიანი? არა, თაფლის კასრისა და ერთი კოვზი კუპრისა, რომ ვიღაცას თავში არ ავარდნა და მანდა მაინც და საჭირო იყო ესე კარგის თქმაც და მაგრამ მითითებაც იმისა, რომ ეს მოსკოვში არ ავიწყდებათ, რომ არსებობს პანკისი. პანკისი არის უარყოფითი ბრენდული თემა უკვე. თორე მე მაგალითად მიმაჩნია, რომ თუ რადიკალურ ისლამზე ვილაპარაკებ, საქართველოს ზოგ სხვა რეგიონში უარესი მდგომარეობა დღეს ვიდრე პანკისში. ამიტომ იყო ეს ამ თვალსაზრისით ესე ნახსენები და საერთოდ უნდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, რუსული დიპლომატია ახალ ტაქტიკურ სლაზე გადავიდა, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურად მცდელობას და ახლოებას საქართველოსთან, იმიტომ რომ სხვებს ევროპელებს, ჩვენს პარტნიორებს მიანიშნოს, რომ აი ჩვენ ერთმანეთთან გადასარევართავართ და თქვენ რა გინდათ, რატო გვეჭრებით ამ ჩვენ ურთიერთობაში თქვენი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. კი ბატონო, რამდენად იზიარებთ ბატონ შოთა ბატონ მამუკას მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს, იმიტომ რომ ჩემი განმოსახედიდან ჩვენი ცდილობები, ანუ რაღაც ჩვენი მხრიდან აქვს რაღაც ცალმხრივ მოქმედებებს ადგილი და რამდენად ჯდება ლოგიკაში თუ დათბობას ცდილობს და თქო რაღაცა ურთიერთობების დალაგებას ქვეყანასთან მისი ერთ-ერთი კუთხის ტერორიზმის ბუდეთ შერეცხვა. ცხადია, რომ ლავროვის განცხადებას პანკისთან თვითონ პანკისთან არანაირი კავშირი არ აქვს და არის მუქარის გზავნილი საქართველოს მიმართ. ხო, ათეულობით წელია უკვე მეორე ათეული წელია მივეჩვიეთ, რომ როცა რუსეთს საქართველოს მიმართ პრეტენზიები აქვს, ისინი აპელირებენ პანკის სისტემით და ამბობენ, რომ პანკისში რაღაც ხდება და ეს რაღაც ხდება ნიშნავს თეორიულად იმას, რომ აი ჩვენ გვაქვს ძალის გამოყენების უფლება. თუმცა ახლა ეს ისე თუ ახსენა, ახლა ეს ხელისუფლება ებრძვის. რაც ხადია არ ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს უახლოს პამორის ძალა გამოიყენოს, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ცდილობა დააკლო რუსეთთან დალაგებას, ან გაზპრომთან დააგვიანა ხელშეკრულების ხელისმოწერა და რუსეთი უკვე მუქარაზეც გადავიდა. ეს პირველი მუქარა იყო, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს მიმართ გაისმოდა. ახლა პაკეტის ხსენება რომ მუქარაა, ამაზე არავინ არ დაობს. ცხადია, რომ ხო უნდა თქვას ის, რომ არანაირი ტერორისტები პანკის ხეობაში არ არიან. მას შემდეგ რაც დააკავეს შუამავლები, რეკრუტერები, რომლებიც ახდენდნენ პანკის და ახალგაზრდების გადაყვანას, უკვე რამდენიმე თვეა რამე ახალი ინფორმაცია შესახებ, რომ ვინმე კიდე წავიდა პანკისიდან სირიაში აღარ არსებობს. ასე რომ, თქვათ, არანაირი ლოგიკა გარდა მუქარის გაცხადების სურვილის და ლავროვის განცხადების უკან არ იკვეთება. კი ბატონო, რამდენად იზიარებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ არანაირი საფუძველი, თქვათ, და საბაბი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელმძღვანელობისთვის არ მიუცია, იმიტომ რომ აი ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში, როდესაც ზუსტად იგივე მეორდებოდა, ანუ ეს ისტორიის გამეორებასავით არის, ახლა რაც ხდება, განსაკუთრებით ამერიკის ელჩის კომპონენტის გათვალისწინებით და მისი განცხადების გათვალისწინებით, მაშინაც, როდესაც თქვათ, აი 2002 წელს, როდესაც დაძაბულობამ ამ თემაზე პიკს მიაღწია, მაშინ ესეთი ინციდენტიც კი მოხდა, არ ვიცი, გიალო თქვენ შეიძლება გახსოვდეთ, 2002 წლის იანვარში, მაშინ სამართალდამცავებმა სამი ახმეტელი მამაკაცი დაჭრეს, ინციდენტი რესტორანში მოხდა, ახმეტელების მტკიცებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ჩეჩენ კრიმინალებთან ერთად ისხდნენ სუფრასთან და კეიფობდნენ, რაზეც ადგილობრივებისგან შენიშვნა მიიღეს, შელაპარაკებას სამართალდამცავების მხრიდან სროლა მოყვა. ანუ რეალურად
შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ვარდების რევოლუციამდე, ადგილობრივი სამართალდამცავები, ესეც ჩახუტებულები იყვნენ, თუ შეიძლება ესე ითქვას, იმ ჩეჩენ მებრძოლებთან, რომლებიც თავს აფარებდნენ მაშინ ბანკისის ხეობას. დღეს ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი, ეხლა ამ ეტაპზე შეიძლება ჩვენ რასაც ამბობს მართალია, ამაზე შეგეკითხებით, მაგრამ გვახსოვს ძალიან კარგად პროკურატურის მოთხოვნით, ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხო, პროკურატურის მოთხოვნით ახმედ ჩატაევი როგორ გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან და რატო იღიმით? გეტყვით. ეს ეხმარებოდა და იმიტომ. აჰა, კი ბატონო, აღრომალმაც მე ამოყო გლობალურ ტერორისტთა სიაში თავი და ახლა მძიდაპირ. რაღაც უცნაურობას აპირებს რა თქვა არა, მე არავის არ ეხმარებოდი, მათ შორის არც ჩატაევის მე ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ ჩატაევის მიმართ აღზრულ სისხლის სამართლის საქმის მასალებსაც ვიცნობდი, მე მქონდა ამაზე წოდომის შესაძლებლობა, ჩატაევის ბრალი ქონდა წაყენებული, ესე იგი რომ ის იყო შეიარაღებული ხელყუმბარებით და თითქოს ამ მდგომარეობაში მყოფი დააკავეს, რაც სინამდვილეში ჩვენ რაც მოვიკვლიეთ მასალები და მათ შორის მოწმედ ვინც იყვნენ კონსტიტუციური რაც გაუქმდა კუდის ყოფილი თანამშრომლები ასე ვთქვათ, მათაც კი მოგვიანებით მათ შორის პროკურატურას უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქამდე ჩვენც ჯერ კიდევ ქონდა ასეთი საუბარი და ინფორმაცია და შემდგომ მათი ჩვენებაც რომ ეს ასე არ ყოფილა და რომ შეიძლება ეს ბატონაშოთამ კარგად იცოდეს, არ ვიცი, მაგრამ სინამდვილეში ჩატაევს იქ არავითარი ხელყომბარა არ ქონია, უნდათ მისი დაკავება და გააფორმეს ეს ასე. თუმცა და პროკურატურა მის მიმართ შეწყვიტა დევნა, თუმცა პროკურატურა შეეძლო, მე მოგვიანებით გამოიკვეთა, რომ გარკვეული კავშირები ჩატაევს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან, იქ ამ ჯგუფთან რა, რომელიც ჯგუფის ნაწილის ლიკვიდაციაც იქ განხორციელდა და ნაწილის შემდგომ ეხა უკვე გადასულია და მათ შორის რამდენიმე სირიაშია, გარკვეული კავშირი ქონდა, მაგრამ ამ მიმართულებით ჩატაევის ბრალი წაყენებული არ ქონია და ის რაც ქონდა ბრალი წაყენებული იყო აბსოლუტურად უსაფუძო. ეხლა ჩატაევის სირიაში წავა თუ სოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი გახდება იმ კონკრეტულ სიტუაციაში სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა კონკრეტულ სიტუაციაში ჩატაევის მიმართ წაყენებული ბრალი იყო აბსოლუტური უსაფუძვლო კონკრეტული ბრალი. კი ბატონო, მე ცით ამახსენდება ეხლა თქვენ საუბარზე, გახსოვთ აი ბინ ლადენი რომ მოკლეს, ხო განეიტრალეს მომენტალურად და მაშინ არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების მე ვიტყოდი სასარგებლო იდიოტთა ნაწილი, თქვენ დასაკვირველი ამათში არ გულისხმობთ, ამათში არ გულისხმებით, ამბობდა რომ ბინ ლადენს არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგომის უფლება. გასაგებია რომ უტრირებული მაგალითია ბინ ლადენი. გასაგებია რომ უტრირებული მაგალითია ბინ ლადენი, არა ისინი ამბობდნენ რომ აი ზღვის რა ქვიათ ემათ სილს რა, ანუ ვინც აიყვანეს, აიყვანათ და სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფდა. მაშინ რა ვინმე მეწოდა რომ ორი წლის შემდეგ სირიაში მოხდებოდა, ვინმეს უნდა ქონოდა ასეთი მოლოდინი, ან თუ შესაბამის უწყებები ამაზე არ იმუშაობდნენ, რომ ის შესაძლოა გარკვეულ კავშირში იყო ტერორისტულ ორგანიზაციასთან და შესაძლებელია რაიმე საფრთხე შეექმნა. ეგეც მომავალში. არ ვიცი, შეიძლება ქონდა. იმ პერიოდში არავითარ ტერორისტულ გაერთიანებასთან რატო ვიცი, ქონდა ისლამურ სახელმწიფოსთან? ჩატაევი საქართველოსთან არ წასულა სირიაში. ჩატაევი საქართველოსთან სირიაში არ წასულა. ის დაბრუნდა ავსტრიაში, სადაც მას ჩეჩნეთთან ტოლული სტატუსი ჰქონდა მიღებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ვენაში, სადაც იმკურნა და გაიკეთა პროთეზირება, იმიტომ რომ მას აღარ ჰქონდა ერთი ხელი და ერთი ფეხი. რის შემდეგაც ის წავიდა სირიაში. ანუ პირდაპირ სირიაში საქართველოსთან ის არ წასულა. ეგრე ხა ვინმეს რა მაშინ აი ეს არც არსებობდა ეს წავიდა სირიაში. 2012 დეკემბერში გადავიდა. რატო ეს ჩატაევზე ამ წუთში ხაზგასმა და საქართველოსთან აი თქვენ შეხედეთ თუ ხართ რუსეთის ხელმძღვანელობა. იმიტომ არის რომ რა ქვია ყველა ეუბნება საქართველოს მთავრობას რომ ძალიან ძიმე შეცდომა დაუშვათ ჩატაევი გაათავისუფლეს. და არა მარტო ჩატაევი არამედ ზოგადად ბრალი რომ ქონდა წაყენებული და არ უმტკიცდებოდა ის ბრალი უნდა ყოლოდათ ციხეში? უკაცრავად. უნდა ყოლოდათ ციხეში? არა, ჩატაევის წინააღმდეგ შეიძლება და მილიონი საქმის თქვენი ხედვის თქვენ რო ბრძანდებოდეთ ხელისუფლების შესაძლებლობაზე იმ პერიოდში იყო ნაციონალიზმი იყო კომისია 2012 წლის აგვისტოში იქნა დაკავებული სექტემბერში იქნა დაკავებული არა არჩევნები არ იყო ჯერ ჩატარებული ზუსტად ვიცი რომ 22 აგვისტოში იყო ლაფანყურის სპეცოპერაცია 10 დღის შემდეგ მოხდა ჩატარების დაკავება დაგეყენებინათ ბრალი მე ბატონო გინდაც ძველებს და გინდაც ახლებს ეხლა ჩემს არც ერთ ხელისუფლებასთან რა პრობლემაა კი ბატონო გასაგებია ანუ თქვენ ამბობთ რომ როგორც ბინ ლადენის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო
სამართლიანი სასამართლო ისე ჩატაევს უნდა ქონოდა სამართლიანი სასამართლო და თავისთავად ჩატაევზე არის მეგონი 5 მილიონიანი ჯილდო გამოცხადებული თუ არ ვცდები და დიდი ალბათობით ის დაამთავრებს სიცოცხლეს ამერიკული დრონის რაკეტით ყოველგვარ სასამართლოს ჩატაევი ახლა არ არის კი ბატონო გასაგებია მე კითხვა მინდა დაგისვათ კითხვას რომ დავუბრუნდე კითხვას რომ დავუბრუნდე სასამართლოს გარეშე როგორც ბევრი სპეციალისტი კითხვას რომ დავუბრუნდე ამის გარდა ჩატაევს რომ თავი გავანებოთ ჩვენ გვახსოვს შემთხვევები როდესაც არასრულწლოვანი ბავშვი გაეპარა საზღვარზე და წავიდა და შეუერთდა ანუ აი დღეს რამდენად მოხსნილია ამ ტიპის წუხილები რომ შესაძლებელი იყოს რომ თქვა ტერორიზმთან ასეთი აქტიურ კონტაქტში მყოფი პიროვნება პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაუშვას 16 და 15 წლის ბავშვები საზღვარზე გაეპაროთ და იმაში აღმოჩნდნენ რა ტერორისტთა რიგებში აღმოჩნდნენ რამდენად ვაძლევთ დღეს რუსეთს საბამს რამდენად კარგად კონტროლდება ტერიტორია იქ სადაც თქვა აი ამ ტიპის წუხილები არსებობს თქვენი გადმოსახედით. აი ბურჩაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში. ბურჩაშვილი თუ დანაშაულობს ყოფილა. არა, ერთი წამი. დამაცადეთ. არა, მე ერთი წუთი. ადამიანთვა, სამუშაოვანი ინფორმაციებია, მათ შორის რაც არ არის გრიფირებული და რაზეც ღირს გამიტარდება სასამართლოში. ჯერ პირველი მინდა შევეხო, არა, უდანაშაულოა თქო, მე არ მithქვამს და არც ის მithქვამს დამნაშავეა თქო. სასამართლო ამათი ცხოვრება მაყურებლისთვის საუბრობთ და მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს. მოკლედ, რაც შეეხება 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის საქართველოსთან წასვლას. ღრმად ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად რომ ის გაეპარათ არა ეხა ის რა ქვია. მე ვერ გავეპარები იმას რა ქვია. მაგრამ ჩემი შვილი ვერ გადადის არა, გამორიცხულია, მით უმეტეს, როდესაც პირადობის მოწმობაში რაიმე სიახლოვე გიფიქსირდება პანკისის ხეობასთან და მას პირდაპირ ეწერა და პირადობის მოწმობაში, რომ პასპორტში, რომ ის იყო ანუ მე გახსნიდნენ მის დოსიეს, რომ ახმეტის რაიონის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა. გამორიცხულია მისი გაპარვა მომხდარიყო, რომ არა მისი შეგნებულად გაშვება. მე ასე ვფიქრობ ეხა და გაპარვაც და შეგნება ორივე შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაშინ ჯერ კიდევ უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გომელაურის მტკიცება, რომ მესაზღვრეს მუსლიმ კუშტანაშვილი ეგონა 18 წლის და სინამდვილეში იყო 16 წლის და ყურადღება არ მიაქცია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, რაღაც მის ფიზიკურ მდგომარეობას დაეყრდნა და პასპორტში არ წაიკითხა, რომ ის იყო 16 და არა 18 წლის. ეს არის აი აბსოლუტური სისულელე პირდაპირ გაგებით. და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სკოლის მოსწავლე სკოლიდან გამოვიდა, ჩავიდა თბილისში და აეროპორტის გავლით გაფრინდა თურქეთში. და უკვე თურქეთში რო იყო, მაშინ გაიგეს. ნებისმიერი ასეთი შეცდომა იქნება ეს, თქო, ჩატაევის გათავისუფლება, ამ ბავშვის გაპარვა, არასათანადო ყურადღება გადინებაზე იგივე ამ ახალგაზრდების, რომლებიც შემდეგ იქ რაღაც ტერორისტებად იქცევიან. საფუძველს გარკვეულწილად საფუძვლიანს ხდის, როგორც არ უნდა მეზიზღებოდეს ახლა ამ სიტყვების თქმა, რუსეთის ბრალდებას. რამდენად დღეს, რამდენად შეცვლილია ვითარება, რამდენად გააზრებული აქვს საქართველოს ხელისუფლება. საფრთხე თქვენ ხშირი კონტაქტი გაქვთ და პრინციპში თქვენ ერთ-ერთი პირველ წყარო ხართ, ვისგანაც ჩვენ ბანკში მიმდინარე ამბების შესახებ ვიგებთ ხოლმე, კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქტიურად დაშუქებს. როგორ ფიქრობთ, დღეს რა ვითარებაა თქვენი შეფასებით, რასაკვირველია ჩვენ გვესმის რომ ეს თქვათ უმაღლესი ინსტანცია არ არის თქვენი შეფასება, თქვენი შტაბ-ჭრილება რო გაგვიზიაროთ. პირველი რომ რაც აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალieდება ტერორიზმის ხარჯწყობაში და პრინციპში ის მან სასამართლო პროცესის ანუ საქმის განხილვისას პირდაპირ გამოჩნდა ღია მტკიცებულებები, რომ ის აღიარებს, რომ იყო ISIS-ის წარმომადგენელი. ეხლა ახლაც არის თუ არა არის. ხო, ამას უარყოფს ის. ISIS-ის წარმომადგენელი რო იყო, ამას ადასტურებს და მას არ მიაჩნია ეს დანაშაულად. ერთი იყო კაცო. არა, ნუ ეხლა მესმის რომ დასჭადია კანონით, მაგრამ ეხლა ის რა სიტყვის მეორე ამბავია. მაგრამ რეკრუტირებასთან კონკრეტულად მუსლიმ კუშტანაშვილის და რამზან ბაღაკაშვილის სირიაში გაგზავნასთან, ან სხვა პირების სირიაში გაგზავნასთან კავშირს ის უარყოფს. თუმცა იქაც არის გარკვეული მტკიცებულებები, რამაც შეიძლება სასამართლო დაარწმუნოს მის შაულებრივ საქმიანობაში ამ ნაწილშიც მათ შორის. აიუბ ბორჩაშვილის დაპატიმრების შემდეგ პანკისის ხეობიდან სამწუხაროდ კიდევ მოხდა რამდენიმე ადამიანის გასვლა სირიაში. ეს იყო თელავის უნივერსიტეტის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტები, რომელთა წასვლის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა სექტემბერში. ისინი რეალურად თურქეთიდან, ან პანკისთან თურქეთში და თურქეთიდან უკვე სირიაში გადავიდნენ გასული წლის აგვისტოში, ანუ ბორჩაშვილის დაკავებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, მას შემდეგ ეხა ესეთი აქტიურად ინფორმაცია რამე კონკრეტული რომ მიგვეღო, ხო, ამაზეც გეტყვით. კონკრეტულად რომ მიგვეღო, რომ კიდე ხდება ეს რეკრუტირების პროცესი, არ მიგვიღია საბედნიეროდ. ბოლოს იყო ეს ორი ადამიანის გარდაცვალება, ესენიც არიან წასული ამ სირიაში იქამდე, ვიდრე ტერორიზმის ხარჯწყობის ბრალდებით კონკრეტული პირების დაპატიმრება და დაკავება დაპატიმრება მოხდებოდა. ანუ ახლა მით უმეტეს
ბოლო პერიოდში სამართალდამცავი უწყებები შეიძლება ითქვას მკვეთრად გააქტიურდნენ. მე ვფიქრობ, რომ მათთვის მანამდეც იყო ცნობილი კონკრეტული ინფორმაციები იმ შესახებ, რა ჯგუფი ეწეოდა ამათ რეკრუტირებას. ისინი ამაში ხელს არ უშლიდნენ და მით უმეტეს დანაშაულზე რეაგირებას არ ახდენენ ადეკვატური სახით, მაგრამ ეხლა აი ამჟამად მე რა ინფორმაციაც მაქვს, სირიაში ამ ადამიანების გადასვლასთან დაკავშირებით, ან პოტენციურად ვით შეიძლება ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS შეუერთდეს, გარკვეული კონტროლი აშკარად არის. მათ შორის სახელმწიფო ეფექტიან კონტროლს ახორციელებს. ამ ეტაპზე ეს არის ასე, ამ ეტაპზე. რეგიონზე. თამარ, მე თუ შეიძლება ჩავეჭრები თქვენ, მე ვფიქრობ, რომ მაინც არასწორად დასვით კითხვა, რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ რუსეთმა ასეთი განცხადება კი არ გააკეთოს? რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ მისი მოქალაქე არ გახდეს ტერორისტი? მე ვფიქრობ, რომ აი ეს ასე უნდა დავსვათ შეკითხვა. სოფო, ერთი წუთი ჩვენი მოქალაქე რო არ გახდეს ტერორისტი, ეგ ერთია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ამას გამოიყენებს საბაბად, ჩვენი ბევრი მოქალაქე გახდება მსხვერპლი. ამიტომ მე მსხვერპლის ამ შემთხვევაში ბევრი მოქალაქე რო ბევრი მოქალაქე რო მსხვერპლი არ გახდეს, იმაზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე იმაზე ერთი მოქალაქე გამიურბა. მაგრამ პირველადი ეს არის, რომ შენი მოქალაქე უნდა ამყოფო იმ პირობებში, რომ მას არ მოუწიოს რაღაცა გარკვეული სახელმწიფო ამისთვის, მაშინ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ თქვათ იგივე სეკულარული მოსლამი იზღუდება, რომ მათ თქვათ იგივე ლოცვის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებდა, დღემდე არ არიან ის თავთვითმმართველობის წარმომადგენელი პირები დაშლილი, რომლებიც ზუსტად აი ამ შვიდობიანი ისლამის მიმდევარ ადამიანებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ საკუთარი აღწერებლობა ესრულებინათ, აი ამ მიმართულებით რა კეთდება მაშინ. ესე იგი, ძალიან მომეწონა ეს, რომ თქვენ საუკუნის დასაწყისში მეც სხვათაშორის ამას ვფიქრობდი, არ მიყვარს ეპოქის მიბმა ერთ კონკრეტულ ადამიანთან, იმიტომ რომ არასწორია ერთი ადამიანი არასდროს არ მართავს ხოლმე სიტუაციას. მე-20 საუკუნის ბოლოს ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო პანკისში. მე-20 საუკუნის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ საუკუნის დასაწყისის კადრები გადაფარვად გავაკეთეთ. მოდების ჩვენება ცნობილი მაკა ასეთი. ეს იყო იგივე პერიოდი, როდესაც ჰქონდა ანარქია და ქაოსი და როდესაც ხელისუფლება თვითონ იყო ჩართული კრიმინალში. საუკუნის დასაწყისში რეალურად კრიმინალი მართლაც აღარ არსებობდა პანკისის ხეობაში, თუმცა გაჩნდა სხვა სახის პრობლემები. რომელი საუკუნის დასაწყისში? 21 საუკუნის. 2000 წელს აღარ არსებობდა კრიმინალი პანკისის. არა, ვარდების რევოლუციის შემდეგ ვარდების რევოლუციის შემდეგაც არა 2005 წელს მოიხსნა რეალურად პანკისი. კი, მაგრამ გაჩნდა სხვა პრობლემები. ეს პრობლემა არის ანუ 2005 წლის შემდეგ გაჩენილ პრობლემებზე. ხო, იმიტომ რომ მეც მაქვს შეკითხვები და მართალი გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან რაღაც კითხო, რაღაცა მოვიძიო, რაღაც მასალა და არა, შენ კითხე არაერთგზის ის და ისეთი რაღაცები მიპასუხე, რომ აღარ გენდობი. მოკლედ, მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, როგორ მოხდა ის, რომ ასე ძალიან მომძლავრდა ასე მოკლე ხანში სალაფი ვაჰაბიზმი გნებავთ. რა იყო ეს? იყო ეს თქვათ ხელისუფლების მიზანმიმართული ნაბიჯები, იყო ეს რაღაც გარკვეული იდეოლოგია. 2005 წლის მერე, თუნდაც 2004 წლის მერე მომძლავრდა ძალიან, რომ მანამდე ვაჰაბისტური მოძრაობა საქართველოში ასეთი მძლავრი არ იყო და დამეთანხმებით ალბათ ასე არ არის. იყო მძლავრი. მძლავრი სერიოზული ბაზა იქნებოდა, ნელ-ნელა მიყვარს. მაგრამ არა ასეთი, როგორც თქვათ ეხლა. ნუ აი მის შედეგი იყო, რაც 95 წელს დაიწყო. რამდენიც არ უნდა შეეცადო ახლა რო თქვა რომ არ გინდა რომ წინა იმას გადაწყვეტ. ეხლა დღეს გვაქვს პრობლემა. რეალურად წინა ხელისუფლების დროს მოხსნილი იყო მთლიანად პანკისის ყობრობა. ადრე ლაფაყურამდე და თქვენ გინდათ რომ ისაუბროთ იმაზე, რაც უდი იყო ზარგასული. ამას აკეთებთ. არა, ესეთი მძაფრი ეს პრობლემა ადრე არა, როგორც ეხლა, ნუ ეს რასაკვირველია დღითი ანუ 99 წელს, როდესაც ზეინობა 2001 წელს, 2002 წელს, როდესაც ზეინობარანი იმას წერდა რომ კი ამერიკის ხელისუფლებამ მწვანე შუქი არ უნდა აუნთოს რუსეთს რომ ინტერვენცია განახორციელოს ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ საქართველოში ტერორისტები არ არსებობდნენ და იდეოლოგიას არ ავრცელებდნენ. ეს იყო ნაკლები პრობლემა, ვიდრე 2005-დან, ვიდრე 2012 წლამდე, როდესაც ფაქტობრივად არ გაგვიგია არაფერი პანკისში რა ხდებოდა. იყო კატასტროფა მე-20 საუკუნის ბოლოს, შემდეგ რასაკვირველია, ეს ყველაფერი დაალაგდა, მაგრამ გაჩნდა მაინც განსაშიში ტენდენციები, რომელზეც მე ჯერჯერობით პასუხი
არა მაქვს, რატო მოხდა ეს. ეხლა რა უნდა გააკეთოს დღეს საზოგადოება? მე ვფიქრობ, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ რაღაცნაირად მოვხსნათ პანკის ეს სტიგმა, შეიძლება ობიექტურად, შეიძლება არაობიექტურად ეს სტერეოტიპი, რომელიც გაუჩნდა ამ რეგიონს და ამ ხალხს, იმიტომ რომ ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული რამ. მე პირველად, როდესაც წავედი 2 წლის წინ, პირველად როდესაც ჩავედი პანკში და ახმეტაში გავაჩერე მანქანა და ვიკითხე გზა პანკისის საით არის თქო, ასე თმები ყალყზე დაუდგა ადამიანს, კი, მაგრამ რა გინდა პანკისშიო და იმიტომ რომ ეს აგონიათ რაღაცა მართლა საშინელება და რაღაც არ ვიცი. კრაზანის ბუდე. სინამდვილეში ესე მართლა არ არის და ჩვენ სახელმწიფოს ვალია, რომ აი ეს სტიგმა და მედიის ვალიც გნებავთ, იმიტომ რომ მედია ძალიან ცუდად სარგებლობს ხშირად აი ამითი უნდა რომ უფრო გააბუქოს მოვლენებები და იქ არის ეს დამახასიათებელი სახელმწიფოს ვალია რომ დაანახოს დანარჩენ საქართველოს საქართველოს ყველას რეალური სურათი რაც პანკში არის. პანკში დღეს არის იგივე პრობლემები რაც დანარჩენ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში უმცირესობების დასახლებულებს. არა მარტო რაც სხვაგანაც არა უმცირესობების დასახლებულებს ეს იქნება სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, ეს იქნება გაზიფიკაცია, მაგალითად გაზი არ არის პანკში აქამდე, რაც იყო 2000 რაც იყო კასპიდან არ მიდის ადამიანი აი ეს შესაბრძოლად ხო ამ შემთხვევაში. არა, გურიდან ხო მიდის. გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში გურიდან ხო მიდის. სადაც გაზი არ არის. სად არის გაზი არ უკავშირდება ამ შემთხვევაში. არა, რასაკურა საფრანგეთიდან და არასეკულარული. თამარ საფრანგეთიდანაც მიდის, სადაც გაზიც აქვს და ყველაფერიც. ეს ამ რასაკურა მარტო გაზიფიკაციის პრობლემა არ არის ეს რაც პანკში ხდება, მაგრამ იმის გამო რომ მაინც მე ვფიქრობ რომ ჩვენთვის ახლა მთავარი არის პანკისელების ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში. არ შეიძლება რომ ისინი იყვნენ რაღაცა მარგინალიზებული ჯგუფი, რომელსაც მუდმივად საუბრობთ მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში. როდესაც იქ ჩადიხარ და ადამიანებს ესაუბრები, ყველაზე უფრო რაც მათ წინით არის ეს. ვის საუბრობს ნეგატიურ კონტექსტში მათ? მედია, თუ ყველა ჩვენ, რა ვიცი, ხალხი, აი პანკისი რა არის? აი ხა პირველი რაც პანკისთან დაკავშირებით რაც გახსენდება, აი რა არის პანკისი? ტერორიზმი და ISIS-ი, ხო? იმ წუთას მოდის ლავროვს ახსენებდა. არა, ლავროვს არა, მე სამწუხაროდ ISIS-ი პანკისია. ჩვენ არ მოახსენებ, უფრო ფაქტებია, ხო? თქვით რომ ეს არის სპეციფიური რეგიონი, თქვით რომ არის ახლა რაღაც რთული რაღაც საკითხები იყო, ვიღაც სირიაში წავიდა, აგერ რამდენიმე. ხომარჯობია რომ თქვათ რომ კი, ჩვენ პრობლემა ნამდვილად გვაქვს, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ. პრობლემა რომ არ აქვს, დღეს პრობლემა არ არის, სტიგმატიზება რო არ მოხდეს, ამიტომ პრობლემაზე არის ლაპარაკი. დღეს ჩვენ აქ არ ვისხდებოდით, მეცაც გეტყვი. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება რეაგირების პოზიციაშია და არა პრევენციის. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ რომ უფრო მეტად ვიყოთ პრევენციაზე ორიენტირებული, ნაკლები ადამიანი წავიდო და სამი ნაბიჯი რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს იმისთვის რომ პრევენცია მოხდეს, თქვათ აი იგივე რადიკალიზაციის იქ არსებული მუსლიმური თემის და ბუნებრივია ხელი შეეშალოს გადინებას გარდა თქვათ ეფექტიანი კონტროლისა, უსაფრთხოების და უშიშროების ეს კონტროლის უყოს უნდა ეფექტიური და არა სამი ნაბიჯი თქვენი აზრით ნამდვილად ერთი უნდა გაძლიერდეს ტრადიციული ისლამი, რომელიც ეხლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იქ. გაძლიერდეს ხელი შეეწყოს, გნებავთ ხელი არ შეეშალოს, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, იმიტომ რომ ხა ვერავინ ვერ დაუშლის ადამიანს წავიდეს იმ მეჩეთში, რომელშიც უნდა. ეხლა ეს ხალხი ამ ძველი ისლამის მეჩეთში რა. არ დადის. ზალა ხო არ არის, არა, არ დადის, იმიტომ რომ შენ თუ დისკრედიტაციას მუდმივ დისკრედიტაცია თუ იქნება ამ ტრადიციული ისლამისა და იქ არ იქნება ძლიერი იმამი, რომელიც ახლა ყავს ელემენტარულად ქართულადაც ვერ მეტყოლებს. ანუ ეს პრობლემა, ფინანსების პრობლემა აქვს. მაგალითად ხა ბავშვი ხა სკოლიდან გამოდის ქუჩაში, რა უნდა გააკეთოს? სად უნდა წავიდეს? არაფერი არ არსებობს პანკში. 2 წლის წინ საერთოდ არაფერი არ არსებობდა. ეხლა გაიხსნა სპორტული დარბაზი, გაიხსნა იქ დადიან ბავშვები რაღაც მეტნაკლებად. ეხლა თქვენ ნახეთ რომ ეხლა უფრო და შადრევანი და არც ერთი სპორტული მოედანი არ არის. აი არა, სხვათა შორის არ გახსნილა, წარმოიდგინე არ გახსნა. ახმეტაშია ერთი შადრევანი, მაგრამ გამოება. აი სხვათა შორის ეს არის ძალიან საინტერესო, რატო
გამოეპარათ და რატომ არ გახდა თქვა ტურიზმისთვის მიმზიდველი პანკისი, რომელიც ესეც ლამაზი არა, საერთოდ არ არის შოთა. მიმზიდველი იყო, და მეორე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ახალგაზრდობას კონდეს თავისუფალი დრო, რაღაცნაირად ამ ბავშვებს უნდა კონდეთ დაკავებული, არ შეიძლება რომ სკოლიდან ისინი მიდიოდნენ მეჩეთში, რომ რას თავაზობს რადიკალური ისლამის წარმომადგენლები იქ. ისინი თავაზობენ სხვადასხვა კონკურსებს, სხვადასხვა დოხს უტარებენ, ამეცადინებენ რაღაცის ყურანის კითხვას ართობენ და ჩვენ რას ვაკეთებთ ამასობაში არაფერს. აი სწორედ ამიტომ არის, ამიტომ გვინდა ჩვენ და ამიტომ იყო პრეზიდენტის ეს ინიციატივა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოვიცვათ ახალგაზრდობა პანკისის და შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ მათ კონდეთ გნებავთ გართობა შეძლონ, გნებავთ რაღაცა ისწავლონ, გნებავთ გადამზადება, გნებავთ პროფესია შეიცვალონ და რაღაც გააკეთონ. და მე ვფიქრობ, რომ თუ კი ეს იქნება კომპლექსური და მე ამის ნიშნებს ვხედავ, იმიტომ რომ ვიდრე პრეზიდენტი ჩავიდოდა, იქ იყო ჩასული თავდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენელი, ევროინტეგრაციის მინისტრი, მგონი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი და ისინიც თავის მხრივ ცდილობენ, რომ რაღაცა გააკეთონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კომპლექსური თუ იქნება ჩვენი მიდგომა, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი იქნება მდგომარეობა პანკისში, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ. კი ბატონო, ბატონო მამუკა და შოთა მე შენთან გადმოვალ. საუბარი იყო აქ ვთქვათ იგივე სეკულარული ტრადიციული ისლამის გაძლიერება ალბათ არასწორი. ანუ ასე ტრადიციული ისლამი. მოდი ესე შევხედოთ, რომ პრინციპში ხო სეკულარული ისლამით შეიძლება რომ დავარქვათ. სეკულარული ისლამი ხო იმას არ ნიშნავს. სეკულარული ისლამი ხო იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ისლამი არის სეკულარული. სეკულარული ისლამი იმას ნიშნავს, რომელიც ეგუება იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, სახელმწიფო და ის გამიჯნულია, ხო? როგორ ფიქრობთ, რამდენად დაცული არის, რამდენად არის ჯერ ერთ-ერთი ფაქტორი ის, რომ მუსლიმები იდევნებიან საქართველოში, იგივე ვთქვათ, ნიგვზიანი წინწყარო, სამთაწყარო რომ გავიხსენოთ, იგივე ვთქვათ, მედრესეზე გაკრული ღორისთავი, შემდეგ გამოუძიებელი საქმეები, არავინ დასჯილი მუსლიმების შეურაცხყოფისათვის. რამდენად განიხილავთ ამას საერთოდ ფაქტორად აი ამ პროცესში, რასაც ქვია მუსლიმების რადიკალიზაცია და შემდეგ უკვე ვთქვათ მათი ჩაწერა მებრძოლთა რიგებში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში. რამდენად ხედავთ ურთიერთკავშირს ამ ორ მოვლენას შორის? მე მეგონა დაგავიწყდით. არა. ხო, რაც შეეხება ამას უნდა გითხრათ, რომ მებრძოლების ერთი ნაწილი, რომელიც დღეს იბრძვის სირიაში, შემილია, მცირე ნაწილზე, მაგრამ ძალიან დარწმუნებით გითხრათ, რომ არავით არ რელიგიურ ჯგუფთან ისინი არასოდეს იზრდებოდნენ არასოდეს. და დღესაც პრაქტიკულად რასაც იკაკეთებენ რელიგიისთვის ბრძოლას არ ქმნიან, მაგრამ პრინციპში ესენი მაინც ამას დეკორაცია. კეთილშობილური გამართლება არის? არა, სხვა რამეშია საქმე. ზოგ შემთხვევაში ეს არის, ასე ვთქვათ, გარკვეული ავანტიურისადმი მიდრეკილება, რაღაცის ინტერესი. ჩეჩენი საერთოდ მიუხედავად რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ჩემი აზრი არ არის მხოლოდ ეს რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმე რელიგიის მიმართ არის გარკვეულწილად დისტანცირებული არ ვიტყოდი ზომიერი მე ასე ვიტყოდი მთელი ეს ამბავი რელიგიასთან დაკავშირებული არის დიდ ნაწილში ფულთან მიბმული ჩეჩენისთვის უმნიშვნელოვანესია ის ვაინახისთვის საერთოდ ადათი ცხოვრების ის წესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, კოდექსი დავარქვათ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ისეთი როგორც არის ხაბზე მაგალითად ჩერქეზისთვის, როგორც არის რა გითხრათ, ბუსიდო იაპონელისთვის. აი ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი რელიგია. და აქედან გამომდინარე, მე უნდა გითხრათ, ჯერთი ჩეჩენი იზრდება ბავშვობიდან როგორც მეომარი. რელიგია მერე მიდის შეთმის ცხოვრებაში. ტრადიციული ისლამის წარმომადგენელი იქნება რადიკალური ისლამის წარმომადგენელი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. იცოდეთ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, თქვა, ბევრი ახალგაზრდისთვის. რადგან სხვა სულიერი სარჩო არ აქვს, ამიტომ ეკეთება ადამიანებს, რომლებიც კარგად მეტყოლებენ, კარგად ხსნიან ყურანს, აი ამ იმამის ფონზე და ასე შემდეგ, პლუს რომლებიც კარგად ცხოვრობენ.
ეს არის ძალიან ისეთი ბუნებრივი მოვლენა, არაფერი განსაკუთრებული. აი ახლა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, უბედურება რა არის, ჩვენი ბევრი თანამდებობის პირისეč. სოფოს არ გულისხმობ, იმიტომ რომ სოფოს სხვა პლუსები აქვს იმდენი, რომ ეს ახლა ვერ გადაფარავს ამას. მე უბრალოდ ის არის, ყველა თავიდან იწყებს სწავლას ხო ხდა. მე ამ პროცესში ვარ 93 წლიდან აფხაზეთის ომის მერე და ომი დაღესტნიდან და არა და ვიცი ეს პროცესი როგორ ვითარდებოდა და რამდენი ფული იდებოდა და რაც ხალხი დგებოდა ამის უკან, რომ აი ეს მომხდარიყო აი ამ პროექტის რეალიზაცია, რასაც ქვია კავკასიური, ესე ვთქვათ, დავუკვირდით ამ პოლიტიკური ისლამი. იგივე პროცესი მიმდინარეობს ახლა ბანკში. 95 წლიდან დაიწყო პირველი ვაჰაბიტი მოვლა დაჯდა იქ. ახალგაზრდა კაცი 25 წლის და აი ეს დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ნელ-ნელა იქნება. რომელი წლიდან ბოდიში? 95 1900 ჩამომყვანებიც ვიცი. სხვა შორის ვერაცნობიერებდნენ რასაკეთებდნენ. როგორ ვიცადაც დაასახლეს ვიცი და როგორ ვითარდებოდა მოვლენები. გეთქვათ კონტრდაზვერვისთვის ეს ინფორმაცია თუ ქონდა და ვიცი როგორ არის ვეტყოდი, მაგრამ იქაც იცვლება ხალხი. გარდუწყვეტილი თავი ესე იგი უნდა ვიჯდე კარები ჩამომჯდარი უნდა ვიყო მოდულის შენობის წინ და უნდა მოვუყვე ვის მოვა ახალი სულ. აი ხა ცოტა ხანი მაშინ ახლა მე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. აი თქვენ ცოტა ხნის წინ ჩატაევი ახსენე. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? შევარდნაძის დროს იყო, თქვა სააკაშვილის თუ ივანიშვილის დროს. თუ არასწორი რამ კეთდება ქვეყნისთვის და ვიღებთ მე ხადია უბრალოდ ივანიშვილის დროს. ხო, არა, ეხლა რატო ვლაპარაკობ ჩატაევზე? ნუ მაშინ იცი როგორ არის? მაშინ პაპასკილის ვახსენოთ, ზონი ვახსენოთ, ბეილი, ის რაბანი ვახსენოთ, ეხლა მოსკოვში რო არის გაჭიმული ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ვინც იყო ლაფანყურის ოპერაციის დროს, რომელიც აგენტი იყო რუსეთის სპეცსამსახურების. ეს არ არის ალბათ მთავარი, რასაკვირველია ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს საქართველოსთან მოხალისეების გადინება, რომ იმისთვის რომ მუსულმანმა ადამიანმა თავისუფლად მოახერხოს თავისი, ასე ვთქვათ, თავისი რელიგიის წესით ცხოვრება, ეს საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა იყოს. ეს უნდა იყოს მკაცრი კონტროლის ქვეშ, მაგრამ ძალიან სერიოზულად მწოდნე ადამიანების ხელდასმით უნდა ხდებოდეს ეს ამბავი. და არ უნდა გამოვიყენოთ და ხშირად იყენებდნენ საქართველოს პოლიტიკური ელიტა იყენებდნენ და იყენებენ აი ამ სენსიტიურ რეგიონებს და იქ მაცხოვრებელ ადამიანებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. კი ბატონო, კონკრეტულად რას გულისხმობთ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში და გამოყენებაში? მაგალითად, გულისხმობთ თუ არა იმ თურქოფობიას, რაც ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ გააჩაღა 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც ვთქვათ, აჭარელ ქართველებს, ანუ გულისხმობ აჭარელ ქრისტიანებს აგულიანებდა თურქების და ვთქვათ, ზოგადად მუსლიმების წინააღმდეგ ამას გულისხმობთ? ესე იგი ეთყობა მაგ დროს საქართველოში არ ვიყავ. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობდა არჩევნებში, მაგრამ მე ესეთი ეპიზოდი არ მახსოვს, მაგრამ თურქოფობის ეპიზოდი 2012 წლის წინ, 2012 წინ არა, მაგრამ შემდგომში მახსოვს, უფრო ვარისი არ არის? კი ბატონო, გაგახსენებთ აუცილებლად, აი რომ გავალ დაგიგუგლებთ და არა, მე არ უარყოფ, შეიძლება ასეთი რამე ყოფილიყო. ეს არის ბათუმი თურქების გარეშე ნაწერები რო გაჩნდა, თურქულ ჩეჩმას რო დაემსგავსა ბათუმი, ქართული ოცნების უმაღლესი დონერის სუნი რო დგას. ქართული ოცნების ესე თვალსაჩინო წარმომადგენლები საუბრობდნენ. გასაგები არ მივხვდი ახლა რასაც გულისხმობ, მე სხვა რამე მეგონა. და ეს კი როგორ არ მახსოვს ეს არწერები და ეს ნათქვამი. ეს კი ამაზე არ ამას არ. კი ბატონო, აი მას რა როლი ქონდა ამას? ცუდი? როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს? ამას ვლაპარაკობ ზუსტად. ეხლა მე ისეთი იმ ტიპის ტოლერანტო, ეხლა გახდით უნგრელების მიწვევით ბუდაპეშტში ზუსტად იმიტომ, რომ ახალი საფრთხე იგზნეს ევროპელებმა და არიციან როგორ გაუმგლავდნენ. აი ამ არ მინდა სახელი დავარქვა. ნუ ამ ტოლულების ნაკადთან დაკავშირებული პრობლემები რაც გაჩნდა. საფრთხე მიგრანტების ხო, ძალიან სერიოზული საფრთხეა. იმაში არ არის საქმე, რა ქვია. დევნილებში კი არ არის და ტოლულებში საქმე. ამ ნაკადში კი არ არის მხოლოდ საქმე. განწყობაზე რაც ხდება. იმ ადამიანებშია, რომელიც მათთან ერთად არიან და რომელიც რაღაც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. და უამრავი ხა მე არ მაქვს უფლება ამის თქმის, თუ საჭიროა მე შემილია გითხრათ, უამრავი ფაქტი დამიდეს თვითონ უნგრულმა, ესე იგი, აი სამსახურების წარმომადგენლება ეს არის პრემიერთან არსებული, რომლებიც აბსოლუტურად სხვა რამისთვის ხდებოდა ამ ნაკადის ორგანიზება. რასაკვირველია და რუსების ხელს ბევრი ხედავს. კი, რასაკვირველია რუსის იმის არა მარტო რუსების. კი, მაგრამ აქეთ რო არ წავიდეთ, ჩვენზე რო. აი, მე ესმინდა გითხრათ, რომ ხშირად ხდება ხოლმე ბნეს სიბნელის და უცოდინრობის ერის უცოდინრობის გამოყენება პოლიტიკური ძალების ან პოლიტიკური ძალთა წარმომადგენელთა მიერ იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს. ორივე მხრიდან სხვადასხვა. რომელი მეორე მხრიდან? აი მეორე მხარე ავიღოთ, თუ გინდათ იგივე. ვინც დგას აი ამ პოლიტიკური ისლამის, ვინც არის პოლიტიკური ისლამის ინიციატორები.
ესეთი არის ორგანიზაციები, ესეთი არის ქვეყნები, ესეთი არის პოლიტიკური ძალები. ვინ არიან ესეთი პოლიტიკური ძალები? ეს როგორ არის ხალიფატის თემა, ეს ელ-ბაგდადის იდეა ნამდვილად არ არის. ხალიფატის თემა წამოწეულია დეკლარირებულია ოფიციალურად კატარის დღევანდელი დინასტიის წარმომადგენლები. კატარს თავიდანვე საქართველოში დავრჩეთ. საქართველოში. ჩვენ ხალიფატში ვცხოვრობ დღეს, კლაბატონო თამარ. არა, გასაგებია იმათი გადმოსახედან მე საქართველოში ვცხოვრობ, რომელიც ევროპისკენ მიიწევს ბატონო მამუკა, თქვენც ჩემთან ერთად იმედი მაქვს. მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების და სხვა და დანარჩენი რუსოფილური ძალების გარდა იგივე იქნება ეს ბურჯანაძე თუ პატრიოტთა ალიანსი. თუ ხედავთ პუტინი ემუქრება პუტინი თუ რა ქვია ის მეორე რო არის ლერმონტოვი კარგად იყოს და რა ქვია ლავროვი ემუქრება როგორ არის რუსოფილური ძალას ეუნება რომ ჭკუი თუ არ იქნება ბანკის სამსახური არა მე ოცნებაზე ამ შემთხვევაში არ ვშევრი ქართული ოცნების ერთი ფრთის რესპუბლიკელებს არ გულისხმობ თავის ცოდვაც ეყოფათ არ დავაბრალებ ახლა თურქოფობიას ნამდვილად ქართული ოცნების თუ ხედავთ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს სხვას გარდა ქართული ოცნებისა და ბურჯანაძის და პატრიოტთა ალიანსისა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში რომელიც რელიგიურ თემას პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებს თქვათ შეგიძლიათ თუ არა იგივე თქვათ თავისუფალ დემოკრატებზე შეგიძლიათ თუ არა იგივე თქვათ ნაციონალურ არა ჩემო კარგო თამარ მე არ ვიცი თქვენ საერთოდ მიკრო ჩვენი საუბარი მე გეტყვით ერთ რამეს კაცი რომელიც ჩახედულია ამ საქმეში ვერც ერთი ვერ იყენებს. ვერც ერთი ვერ იყენებს, იმიტომ რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში, არც ყოფილმა დღევანდელმა არ იცის ეს თემა რას ნიშნავს თავიდან ბოლომდე. კი ბატონო, როგორ ფიქრობ? შოთა ცოტა ჭირდება რომ გამოიყენო საკურველი. როგორ ფიქრობ შოთა რა შეიძლება რა არის გამომწვევი მიზეზები იგივე კითხვა მაქვს რაც განაპირობებს თქოთ საქართველოსდან გადინებას აი ამ თქოთ ახალგაზრდების რომლებიც შემდეგ თქოთ ტერორისტები ხდებიან. ეს ხო მარტო ქართული პრობლემა არ არის ხო? იგივე ხდება ეხა რუსები ხევზე ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაზე მეტი ალბათ რუსეთთან არის წასული. ხო, როგორც ალბათ 5000 მეტი. ხო, ეხლა ფრანგებს საფრანგეთთან ქვეყანა ავსტრიიდან არის მეორე წასული, ბრიტანეთთან არის წასული, შვედეთიდან და ხა იქ სიდუხჭირე პრობლემა. ნუ აი არ ვიცი, ხა სოციალური პრობლემა ალბათ ამ ხალხის ხო რაღაცა ბევრი სხვა მიზეზის გამო აღმოაჩინეს რომ ცხოვრებაში აქ ერთადერთი სხვა არაფერი არ გამოვიდა თან სხვა არაფერი არ ცადეს და აი ყველაზე კარგი არის რომ წახვიდე ხა იმაში რა ქვია სირიაში და იქ ან ალაჰის ხულისთვის თავი მოეყლა ან ფული შოვა ზოგისთვის 80 გოგ ხალია წასული გერმანიიდან 80 და აქედან 15%-ია მარტო მუსულმანური ოჯახიდან დანარჩენი არის ახალგაზრდა გოგოები რომლებიც უყურებენ ამ სოციალურ რომანტიზებას იყო საერთოდ გლობალური კრიზისი ხო რომელმაც გამომიწვია რაღაც ადამიანების მარგინალიზაცია და მარგინალიზაციის პირობებში რადიკალური იდეოლოგიები როგორც წესი რაღაც ლავრობენ ხოლმე ალბათ შეიძლება ამანს გარკვეული როლი ამ საქმეში შეასრულა. ხა ჩვენთან არც სხვაზე მეტი მიდის და არც სხვაზე ნაკლები. ხა ის პრობლემა რაც თქვენ თქვით რომ თქვა ხდება მუსულმანების დევნა ეს ცხადია რომ ხდება და ეს პრობლემა არის ზოგადად. ამან მომავალში შეიძლება გამოიწვიოს ის რომ თქვა მათი აჭარელი მუსლიმები რომლებიც თქვა წავიდნენ ზუსტად ახლო აღმოსავლეთში არ დამიწყები ხარ გელა რო არ მომცემა ბატონი მამუკას ამჩენიშნა ისინი სწორედ ამას ამბობენ რომ ჩვენ ვიჩაგრებოდით ჩვენ არ ქონდა შესაძლებლობა რომ გველოცა პანკისები ხო არ ეჩაგრებოდა ხა პანკისში ხო არც ლოცვას უშლის ვინმე და არც არაფერს ხო პანკისში მხოლოდ მუსლიმანები ცხოვრობენ და ხო ერთმანეთს ამოშტენ უბრალოდ ეს ძველი ისლამი იმდენად ყავლი გაუვიდა პანკისელების თვალში რომ ყველა გადავიდა ამ ახალბეჭედში. ეს ახლა პრობლემაა. პრობლემა არის, რომ ეს ამდენი ხალხი რო წასული 150 კაცამდე როგორც ამბობენ, ეს ხალხი მერე რას იზავს? დაბრუნდება საქართველოში, არ დაბრუნდება. ყველაზე პრობლემა არის, ის გამოს ბანკში გახდათ ბანკისთან ამდენი ხალხი წავიდა, არის ამ ჩვენ თარხან მითარიშვილის, ასე ვთქვათ, ჰეროიკული იმიჯი და რომ ის არის მოდელი ბანკისა და ახალგაზრდების, რომ აი თუ გინდა რომ კაი მანქანა ყავდეს, კაი სახლი კონდეს, კაი ნაშებში დაიარო, მოდიში ჩვენი ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ომშიც მონაწილეობდა, ხო რამდენად რანაირად მოხდა რომ ამ ადამიანმა უარი თქვა ესეთ კაი კარიერაზე, ამაზე და აღმოჩნდა სირიაში რა მოხდა? რაღაცაში იქნება საქმე. ხო და მაინტერესებს. დააკავეს არა ეს ადამიანი დააკავეს, იმიტომ რომ მან ისტორია იყო ეგეთი რომ ეს ადამიანი რატო იყო კაი ბრძოლი, იმიტომ რომ ჯერ გადაყავდა იმაში ჩეჩნეთიდან ბანკში დადიოდა წინ და უკან. და მერე უკვე ქართულ ჯარში სამსახურის დროს ისწავლა ელემენტარული სამხედრო ჩვევები, თქვა რუკა, კომპასი, GPS-ი, მარტივი სადაზვერვო მეთოდები და მე როცა და რუსული ცოტა თავია და როცა სირიაში ჯერ კიდევ ვიდრე ISIS ბოლომდე ჩამოყალიბდებოდა, ანუ ვიდრე თქვა სადამ ჰუსეინის არმიის პროფესიონალი ბრძოლები შევიდოდნენ ISIS-ის შემადგენლობაში
ეს იყო აი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც ერთი სამხედრო ჩვევები ჰქონდა და მეორე რუსული წოდა და ამიტომ საბჭოთა კავშირი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასული ბოევიკები ხდებოდნენ მისი დაქვემდებარების ქვეშ. თუმცა მე სოფოს ხარემეს გეკითხება და მე ეჭვი მაქვს რომ რადგან სოფომ თავიდანვე ესე დაიწყო ლაპარაკი რომ ჩვენი ბრალია რომ ესენი ტერორისტები ხდებიან. დაახლოებით ესეთი კონოტაცია ქონდა. კარგი კარიერა შეეძლო მას. ანუ როგორც ჩანს აი თქვენსკენ ის რო დაეხლა თქვენ გურთს რო აი რო არ დაგეჭირათ ეგება ტერორისტი არა თან ხა იარაღის ტარებაზე გაუგებარია ახლა კაცი როგორც სამხედროა რა კავშირია ეგ იმას რომ ტერორისტი გახდა რა მოხდა რატომ რაც არ უნდა მომხდარიყო ტერორისტი არა მართლაც უბრალოდ მაინტერესებს ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ როგორ იყო სამართლო ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ რაღაც ეტაპზე არა როდესაც ის ჩვენ ჯარში მსახე რომ ხამარს უღარ არის სასაცილო მაშინ როდესაც ის ამურობდა ქართულ ჯარში რა მოხდა რატომ წავიდა ქართულ ჯარში 4 წელი იმსახურა 4 წელი კონტრაქტი გავუვიდა მე აღმოჩნდა ტუბერკულოზი და მე არ გააგზავნა კონტრაქტი იცი რა არის ვერ გავიგე და ტუბერკულოზით არის ამდენ ჯამთელა და ჯანსაღად სირიაში არა დააკავეს ეს ადამიანი დაიჭირეს მერე იგივე რის გამო დაიჭირეს ეს ადამიანი იარაღის უკანონო ხო დარების ბრალდებით. შემდეგ გაათავისუფლეს იმავე ხელისუფლების პირობებში. მეგონი თქვენ დროს გათავისუფლდა ეგ ციხიდან, წავიდა ამნისტიის შედეგად. ამნისტია შეეხო, თუმცა 6 თვე ჰქონდა დარჩენილი მოსახლეები და ანუ გამოდიოდა გაზაფხულზე 2013 წელს, მაგრამ გამოვიდა იანვარში. თურქეთიდან წავიდა სირიაში შემდეგ რა მოკლედ. ანუ ზოგადად რაღაცნაირად ის მარტო რაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ რო გისმენთ რა ამ შემთხვევაში რომ რაღაცნაირად თავის დადანაშაულება აქვს სურთ იმაში რომ ვიღაც ტერორისტი გახდა და ეს კაცი მაშინ წავიდა, როდესაც მე საერთოდ სადამე საერთოდ გამოშვდებოდი ახლა. ანუ რამდენად ანუ სოფო ჩემი აზრით აქცენტს აკეთებდა. არა, რამდენად სამართლიანად მოეცა მას სახელმწიფო და ხომაში რადიკალიზაცია. ხომ არ იყო მისი დაკავება არც თუ ისე სწორი, იმიტომ რომ ის სამხედრო იყო დაკავებული იყო. მე არ ვიცი ხა ვერაფერს და რისი თქმა და ხომ არ უბრალოდ ჩვენ მას ხომ არ მოვექეცით უსამართლოდ ხომ არ იყო ის უსამართლოდ დაკავებული და ამ თქვა გამოშვების მერე ხომ არ იყო ეს რა ერთგვარი არ ვიცი და იმიტომ ხომ არ გახდა ხოცა ათასობით დანაშაული ადამიანი აბარა უბრალოდ აბარა კარგად რო შეკარათ თუ შეგიძლიათ არა მე უბრალოდ მას არაფერი არ ამართლებს ცხადია მაგრამ მე მაინტერესებს ჩვენ რას ძალიან უსამართლოდ მეკცევა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ახლა მე პირადად ანუ თქვენ მაინტერესებს ახლა რა ტერორისტი გავხდე მე იტყვით რომ აი რო გამოვიდეს გიგი უგულავა ციხიდან და ტერორისტული აქტი მოაწყოს. ანუ თქვენ დაიწყებთ ახსნას რომ გიგი უგულავას უსამართლოდ მოვეკეცით და ამიტომ არა რა მოვეკეცით. ანუ აი მე მაინტერესებს ხო აბსურდულად გამოიყურება ეს და რატო იგივე ხდება თახაბათირიშვილთან. არა რა სპორხა ეს ტერორისტია და აქ ლაპარაკი ამაზე ზედმეტია. მე მგონი რომ პრობლემაზე უნდა ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში და იქაც ხომ არ იყო პრობლემა თქვა ეს მაინტერესებს. ბოლო პერიოდის თუ შეიძლება ბოდიში ვიხდი ანუ მე მივხვდი სოფო რაზედაც აკეთებს დაუშვათ აქცენტს რომ მაგალითად მე მგონია და ვფიქრობ ასე როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი ხო და არა ეროვნული უმცირესობას ნამდვილად არ წარმოვადგენ რომ სახელმწიფო უნდა ეთნიკურ უმცირესობას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს ნამდვილად ყველაფერს ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყვეტად რეალურად დღეს რა ხდება სახელმწიფო არაფერსაც არ აკეთებს ჩემი გადასახედიდან რა თქმა უნდა ეს პატარ-პატარა რაღაცა რომ თავდაცვის მინისტრი ჩავიდა და რა თქმა უნდა ეს კარგია პრეზიდენტი რომ ჩავიდა ცხადია კარგია მაგრამ ბევრი რამ არის იქ გასაკეთებელი კომპლექსურად განსაკუთრებით თუნდაც ის რომ ეს რისკები რომ ხო ანუ რა ვქნათ ახლა უთხრათ რომ თუ წასვლა გინდათ მე შეიძლება პირობითად ხო ნებისმიერ ადამიანს როდესღაც შეიძლება რაღაცა მოაფიქრდეს და წავიდეს და როცა ვხედავთ რომ კომპლექსურად პანკისიდან ქვემო ქართლის რაღაცა კონკრეტული რეგიონიდან გურიის მაღალმთიანეთიდან აჭარიდან ანუ რაღაცა კონკრეტული საკვანძო ადგილებიდან ადამიანები მიდიან ჯერ თურქეთში და მერე სირიაში განსაკუთრებით ამ ადგილებში არ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ სწორად რომ ეს რისკები შეამციროს და მაგ მე იმაზე კი არ იყოს ორიენტირებული ვინმე გავა და საზღვარზე დაიჭიროს პირდაპირ არამედ პრევენციაზე იმუშაოს გარკვეულწილად ანუ შეცვალოს არსებობს რეკრუტირება ჩაშალოს კი სოციალ პირველ რიგში ეგ ხო რა პირველ რიგში და აბა ხო ამაზე პირველ რიგში მაგრამ მე იმაზე რომ ახალგაზრდებთან მართლა სამუშაოა ვინ მიდის სირიაში გინახავთ თქვენ 60 წლის კაცი წასული იქ და სირიის ისლამური სახელმწიფოს რიგებში ქონია ცნობა მე არ გამიგია ფრანგი ახალგაზრდები რომ მიდიან იმას ხარ არა უნდა იმუშაოს ამ სახელმწიფო
ნაციონალური პრობლემაა, ხო, დაუსაქმებლობა საქართველოში და არ არის პანკისის და აჭარის და რაღაცა გურიის რომელიღაც სოფლების პრობლემა. როგორც სოციალური ფონი, ყველას უჭერს საქართველოში. უმრავლესობა ღატაკია და სოციალურ დახმარებაზეა ჩამოკიდებული. ისე როგორც პანკიში, მაგრამ არის სეგმენტებთან არის გარკვეული სამუშაო კვალიფიციურად. და ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, იმიტომ რომ როგორი მოწადიანებული და მონდომებულიც არ უნდა იყოს მედია ან არასამთავრობო ორგანიზაცია. გამორიცხულია მან სახელმწიფოს საქმეები ჩაანაცვლოს. აი რას ვამბობ, მაგალითად. და რა უწყობს ხელს ამ ადამიანების რადიკალიზაციას? მე მიწევს ყოველდღიურად ქის ახალგაზრდებთან შეხვედრები. შეხვდით ერთხელ და მოусმინეთ ამ ხალხს, როგორც მინისტრების და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გარეშე. აი ბოლო შემთხვევა, რომელსაც რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ და შემდგომ უკვე სამმართველოს უპროსი და მისი მოადგილეც მიბრძანდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, წიხლქვეშ გაიგდეს ახალგაზრდა, 24 წლის ახალგაზრდა ასლან წუწაშვილი, ომალოს მკვიდრი და რას ეუბნებოდნენ, იცით მე, ხოცემეს ხელბორკილ დადებურს წიხლები და მე ეუბნებოდნენ, რომ ქისტები ძალიან განაგლდით ამ ბოლო დროს და აკყრით მაკედან. ეს აღარ არის ერთეული შემთხვევა, იცით თქვენ? და ამას აქვს თავისი არ მინდა მე კიდე განვაზოგადო და რომ იყოს ეს ერთეული შემთხვევა. მაშინ სახელმწიფომ, იგივე პროკურატურამ, გენერალურმა ინსპექციამ ამაზე უნდა ირეაგიროს ეფექტურად, სწორად და მოკლე დროში. არის სოკარის ბენზინგასამართლებლზე, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, ყველანაირი ჩანაწერი. ამოიღონ და დასაჯონ პოლიციელები. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ქართველებთანაც ხდება, როცა პოლიციელები ადამიანებს ცემენ და რეაგირება არ ხდება, ხო? მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უფრო მწვავედ აღიქმება ეს რა. და ეს არ არის მხოლოდ რიგითი პოლიციელებისგან, ან ახმეტის პოლიციის სუპროფესიონალისტი ხდება და ეთნიკური ნიშნით ხდება უკვე სიძულვილის ნიშნით ჩადენილი. გარკვეული ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასა და პანკისის ხეობის მოსახლეობას შორის გულისხმობ უხუცესებს და გულისხმობ ეგრეთ წოდებული ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებსაც. შედგა შეხვედრა კახეთში სამხარეო სამმართველოს შენობაში, პოლიციის სამხარეო სამმართველოზე. და შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ, დღესაც რომ მინისტრის მოადგილის პოზიციაზეა, როცა კამათი გამწავდა რა უთხრა ქისტებს, თქვენ წყნარად თუ არ იქნებით, აგენ საერთოდ აგყრითო. სწორია ეს მithkoma? შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ. და დღეს რომ მკითხოთ, უხუცესებსაც რომ მკითხოთ და მათ შორის ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებსაც ეგრეთ წოდებულ ვაჰაბიტებს, ამას ყველა ადასტურებს. მაგრამ იქვე წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. რატომ არ გაუწიეს ეს ერთი მხარეა? რატომ არ გაუწიეს? რას უზრდა? მაგრამ მეორე რომ სახელმწიფო ასე რო უდგება, რომ არაფერს არ აკეთებ, ახალგაზრდებს არ ასაქმებ, კი ბატონო პრობლემაა თქო დაუსაქმებლობა. როცა ასე ეკცევი და ეთნიკურ ნიშანზე ხაზგასმას აკეთებ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. რასაკვირველია რადიკალიზებას ახდენ რადიკალიზაციისკენ ხელშეწყობას. როდესაც ეთნიკური ნიშნით ხდება ადამიანის ჩაგროვა, ბუნებრივია რადიკალიზაციის საფრთხე იზრდება. სალხან ბათირაშვილი ეთნიკური ნიშნით იმედია ალბათ მაგაში ეჭვი არ გეპარებათ, რომ არავის არ ჩაუსვამს ციხეში. ეხლა რაც შეეხება ბოლო კითხვა მაქვს, რომელიც ეს თავის ტკივილი აქვს ყველა სახელმწიფოს, საიდანაც რეკრუტირება ხდება ისლამურ სახელმწიფოში. ეს ხალხი შეიძლება ერთ დღესაც უკან დაბრუნდეს. ანუ აი ეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ესე ხო როგორ ფიქრობთ რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ თქო ისინი ტერორისტები არიან ხო რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ მაგალითად აი კანადამ მიიღო კანონი რომლის მიხედვითაც ის ვინც ისლამურს ჩვენს კი ბატონო და მე დაბრუნებულები თუ არიან ეს კანონი რატო არ მოქმედებს მაშინ არა მან ბოლოდ ეგის შემთხვევა იყო თქვენ იცით როცა ეს სირიის ტერიტორიაზე ეს პრობლემა დაიწყო ჯერ კიდე ისლამური სახელმწიფო არ დომინირებდა ხა ბატონო მამუკამ და შოთამ უკეთესად იციან გაცილებით ანუ მაშინ თავისუფალი არმიაში მიდიოდნენ საბრძოლველად და ამას დასავლური სახელმწიფოები მართლა უჭერდნენ. მაგრამ იმიტომ რომ მეც ვიცოდი რომ გადიოდნენ საქართველოსთან თურქეთში და თურქეთიდან მე ასად ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ასადის ზომიერი ოპოზიცია. თუმცა მე გადალაგდნენ. ეს ბორჩაშვილის მაგას ამბობს გონი რომ იქ ვეწოდი. ეხა ის რას ამბობს არ მართლა არ ვიცი მაგრამ ანუ მართ გადალაგდნენ მე იგივე ეს დავით ბორჩაშვილი რომელიც ხა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს კი ამბობს რომ თავისუფალი არმიაში იყო ის და არა ISIS-ში მაგრამ რეალურად არიან სირიაში ნამყოფი პირები, რომლებიც გარკვეული თვეების განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოში მათ შორის დაბრუნდნენ. კი, რა ზომებს სიტუაციას აკეთებს ახალი კანონი? კანონი მიიღეს ხოთშორის ერთი წლის წინ თუ არ ვწდები და ნორმალური კანონი მიიღეს, ამბობს რომ თუ შენ იბრძოდი ტერორისტულ ორგანიზაციაში, სახელმწიფოს ფარგლებში და მოქალაქეობა. არა, მოქალაქეობას ვერ ჩამორთმევ ერთ შემთხვევაში, მაგრამ ის არის რა ქვია, ისჭება პატიმრობით. ხო და ანუსრა არის ტერორისტული ორგანიზაცია თუ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია? რა, ის ისლამის სახელმწიფო არის ტერორისტული ორგანიზაცია. ანუსრა არის დეფინიცია არ არის. დეფინიცია არ არის ხალხის ორგანიზაციების მიერ არის. ამაში არის სირთულე რა ანუსრასა და ის ხალიფათ შორის მეძოლის გადაადგილება ხდება მუდმივად. იქაც საქართველოს მოქალაქეა ერთ-ერთი მეთაური, აქაც საქართველოს მოქალაქეა ერთ-ერთი მეთაური. ის ლაფანყურსმის გადაურჩა ეს 4 კაციდან. 2 იქ არის, 2 იქ არის.
გაიგე ხა რთული ეს კანადა როგორ უჩერებს მოქალაქეობას მათ ვინც კანადაში არის 15 კაცი და 15 კაცი არც არის ჩამოსული უკან კანადას ამერიკას ბევრი დიდ ქვეყანას აქვს ან საკუთარი ტერორისტული ორგანიზაციების ან ეყრდნობა გაეროსიას. ეხლა ჩვენთან ამ შემთხვევაში ეს პრობლემა როგორ არის გაწყვეტილი არ ვიცი, მაგრამ არის გაეროსიაც და შეიძლება თქვა რომ თქვათ აი ვისაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად, იმ ორგანიზაციების წევრობას. ხო, ამას ვიძახი მე. კანადაში და თქვათ რამდენიმე ქვეყანაში შეგიძლია, მაგრამ კანადაში ნამდვილად ვიცი რომ მოქალაქეობას უჩერებს მათ ვინც ისლამური სახელმწიფოს ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვის. იგივე კანადურ კანონმდებლობას რთული დასამტკიცებელი. თუ იქ არ გადაიცვა, მე გეტყვით რომ მე ვიცნობ პირადად რამდენიმე ადამიანს რომ იქ იბრძოდნენ გარკვეული თვეების განმავლობაში, მათ პასპორტში არავითარი ჩანაწერი არ აქვს, რომ ისინი სირია-ირაყის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. აქვთ საქართველოს საზღვაო გადაკვეთეს თურქეთში და თურქეთიდან საქართველოს საზღვაო გადმოკვეთეს კანონით ადგენილ ვადაში. ძალიან რთულია. რეალურად არალეგალურად, ანუ თურქეთის სირიის საზღვარს რომ ყვეთ, ოფიციალური მტკიცებულება არ არის. თუ დავით ბორჩაშვილის მსგავსად YouTube-ში რაღაცა რომელიღაც ვინმე არატვირთა რამე ვიდეო და ეს არ აღმოჩნდა სულ მტკიცებულება პრაქტიკულად ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს? დაუშვათ რომ არსებობს მტკიცებულებები გვაქვს. რა შეეშალა ჩემზე შეეშალა ის რომ თავიდან როცა ეს პრობლემა გაჩნდა პაკისტანთან დაიწყო ხალხის გადინება ეს პრობლემა აპოლოს არ მიაქცეს ყურადღება მანამ სანამ მეგობრებმა არ უთხრეს არ უთხრეს რომ რა საკეთებ ხوار გაგიჟდით და არ მიაქცეს ყურადღება იმიტომ რომ ეშინოდათ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების რაც რასაკვირველია სისულელეამდე რომ ადგილობრივი ჩვენი პრობლემა არ არის ის რაღაცა ასადი და ისლამის სახელმწიფო ერთმანეთს ებრძვიან ჩვენ რატომ გავიცხელოთ თავი ხო ისინი დაკავებული იყო სხვა საქმეებით ვიღაცას პრობლემას უდებდნენ და ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპოზიციას მე უკვე ძალიან რო გართულა პრობლემა მე დაიწყეს უკვე რეაგირება და არა პრევენცია ამექენით მე დაიწყეს რეაგირება ხო ჩვენ ამ ბორჩაშვილის დაჭერა საქმეს უშველა მაგრამ მე გაჩნდა ეხლა ეს პრობლემა რო აჭერდა ბორჩაშვილი ჩანაცვლდა ხო მაინც ეს ბორჩაშვილი ხელი უკეთესად იცით თქვენ რომ ან დაიჭირეს და მაინც წავიდა რაღაცა დრო ხო უშველეს არა მე ახალი ტიპი გამოჩნდა ის ახალი ტიპი იგივე ეს გობაძე რომელიც ბოლო პერიოდში ხა მუქარა რომ თავებს დაგეჭრით მუქარა რო იყო და ეხა ბოლოს რომ მოკლეს როგორც გავრცელდა ინფორმაცია 2015 წლის სექტემბერშია წასული სირიაში ანუ მას შემდეგ კიდევ ხდებოდა ამ ადამიანების წასვლა და არა მხოლოდ პანკისიდან კი ბატონო ანუ თქვენ რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი იმიტომ რომ შემდეგი ბლოკი უნდა დაიწყოს ძალიან მალე სტუმრები მოსულები არიან რომ შევაჯამოთ თქვენი საუბარი რეალურად ამ შემთხვევაში რადგან ლავროვისთან განცხადება იყო საბაბი ამ გადაცემის ლავროვის განცხადებას ბუნებრივი არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში მისახედია სახელმწიფო ბევრად უფრო, ვთქვათ, აქტიურია, ვიდრე იყო და ოღონდ უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად აქტიური და შედეგზე ორიენტირებული და არა მარტო პიარზე. მეტად ინტეგრირება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში საფუძველი გამოაცალო მაინც მათ ბრალდებას, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ხდება მათი ჩაგვრა და შემდეგ მათი რადიკალიზაცია. ან რელიგიურ ნიადაგზე ჩაგვრა და შემდეგ მათი რადიკალიზაცია. სწორად შევაჯამე. გადასარევი. მაგრამ ერთ რამეს დავამატებდი, რომ უბრალოდ სტრატეგია შესაქმნელი ამ მიმართულებით სამუშაოდ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. ისეთი ნიუანსებისაც კი, რომელიც ერთი შეხედვით საქართველოს სახელმწიფო გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია და ამას ისე როგორ არის ძალიან კარგად უნდა ვცოდნა ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების. თქვენ რატო არ გქონთ ამ სტრატეგიას? ხო შეგიძლიათ თქვენს რომ თქვენი შესთავაზოთ. შემოგთავაზოთ. 20 წელი ერთა იგივეს ვთავაზობ ყველას. არა, ერთი და იგივეს თუ თავაზობთ არ იმუშავება. ერთა იგივეს ვთავაზობ შინაარს კი არ, შინაარსობრივადავლაბარაკო მოქმედებას. ზოგადად როგორ მივხედოთ ამ პრობლემას? კი ბატონო მგალი. კიდევ ერთობათ, საზოგადოების დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს ალბათ პანკისის და პანკისელების მიმართ. ეხლა ეს ყველანი ახალგაზრდები და მდიდრები რომ ვიყოთ სულ დაახლოებით არა, უნდა შეიცვალოს იმიტომ რომ საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება იმის მიხედვით, გარემოებების მიხედვით იცვლება, ხო? ეხლა თავის დროზე ის სტიგმა რომ პანკისში გაგიტაცებენ არა ხვიდე და რა მაგრამ ეს რაც ესმით იმას იმეორება აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ რომ აი ეს დამოკიდებულება და ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ აუცილებლად პანკისელებს კი ბატონო სოფო იცი კარგად რომ დაბულა ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია რომელიც ყოველთვის აძლევს რელიგიურ უმცირესობებს, ეთნიკურ უმცირესობებს თავის და გამოირჩევა ზოგადად ტოლერანტობის როგორც თქვა რაღაცა პრომოუშენი თუ შეიძლება ეს თქვა კარგი იქნებოდა რომ თქვენ თვითონ პანკისელები ქისტები მოგიყვანათ და მათ ესაუბრათ თავიანთ პრობლემებზე. რაც ჩვენ გქონდა რამდენჯერმე მცდელობა ჩვენ ისიც იყო ჩვენი ჟურნალისტიც იყო წასული იგივე თეორემაში სალომე ბარკერი იყო ჩასული სოციალისტ თარხან ბათირაშვილის სახლში
იყო ჩასული, მე გაიგო იმ მამამისმა, რომ ის იყო ის ქალის ვიღაც იყო მოსულიო, ჩემზე ყვებოდა მაგას დავამტვრებ თავყმას, მე მუქრებოდა რა, მოკლედ იქიდან აქ ჩემთან ხო, ვიცი, არა, გასაგებია. ეს არა, ხო, მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ იქ ზოგადად ჩანასვლელები ვართ, გაკეთებული გვაქვს სიუჟეტი და ლაპარაკები ვართ ამ ხალხს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კარგი აზრია ნამდვილად და გავითვალისწინებ, რომ თავისთავად თვითონ პანკისელებს მივცეთ თავიანთი წუხილის გამოხატვის შესაძლებლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ, გაბატონო სოფო, თქვენ რჩევას? ზუსტად ვიცი რომ მომეხმარებით, აუცილებლად შეგეხმიანებით, თქვენ და კიდე ერთი ადამიანია, ვისაც ვიხმიანებით ხოლმე ამ დროს რჩევის საკითხავად. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, არ გადართოთ, ძალიან მალე დავბრუნდებით, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.